მომავალი წლიდან მთავრობა მიწის პირველადი რეგისტრაციის საპილოტო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 11 სოფლის მიწა აღირიცხება. პროექტი მსოფლიო ბანკის ეგიდით განხორციელდება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე საკანონმდებლო ბაზა, მოსაწესრიგებელი დეტალები ნახეთ დავით ჯალაღონიას სიუჟეტში. 2015 წლის აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 48,000 ერთეული მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას დაიწყებს. საპილოტო პროექტის ფარგლებში შემდეგი სოფლები შეირჩა: დაბაშუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბამანგლისი, არხილოსკალო, ვედიტკარი და ბოგდანოვკა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ წერეთელი განმარტავს, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მიწის ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაცია მოხდება და საკადასტრო აზომვითი სამუშაოები ჩატარდება. მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის საპილოტო სამუშაოები როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მოიცავს. გამორიცხული იქნება სამომავლოდ ამ პილოტური პროექტის და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერების საეჭვოების საკითხის დაყენება. მივიღებთ ყველა მთლიანად დაფარულ ქვეყნის ტერიტორიაზე მთლიანად დაფარულ სურათს, გვეცოდინება ყველა მიწის ნაკვეთი სად მდებარეობს, დადგენილი იქნება ზუსტი მდებარეობა, განსაზღვრული იქნება ყველა მიწის ნაკვეთთან მიმართებაში უფლების დამდგენი დოკუმენტების რეალურობა, კანონიერება და უფლებები იქნება სრულყოფილი წესით აღიარებული. კერძო სექტორი მიწის აღწერის პროცესის დასრულებას წლები ელოდება. მათ შორის არის ფერმერი ნინო ზამბახიძე, რომელიც კადასტრის არარსებობის გამო ინვესტორებისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, უცხოელი ინვესტორისთვის პირველი არ არის მიმზიდველი დანაწევრებული მიწა, მას უფრო მასივები ჭირდება, იმისთვის რომ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს. სწორედ ეხლა, როდესაც სახელმწიფო მიზნად დაისახა, რომ საპილოტო პროექტი გაუშვას აგროდაზღვევის, რომლის სუბსიდირებასაც გააკეთებს, სწორედ სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნა არის, რომ მიწა უნდა იყოს რეგისტრირებული, რომ მათ შეძლონ ნახონ კონკრეტულ მიწების საკუთრებაშია და თქვათ რა მოსავალი და ასე შემდეგ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილს უჭირს იმის თქმა, საბოლოოდ როდის დაასრულებს ხელისუფლება მიწის კადასტრზე მუშაობას. გათვლები ძალიან რთულია, კიდევ ხელი მეორე, აქ არის რესურსების ამბავი და უფრო ნაკლები პრობლემაა ფულადი რესურსები და შეიძლება უფრო მეტი პრობლემა იყოს ადამიანური რესურსები. და ჩემთვის თავარია რომ პროცესი დაიწყოს და გაგრძელდეს ისე, რომ ლოგიკური დასასრული ჰქონდეს და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ეს პრობლემა გადაიჭრას. საპილოტო პროექტზე მუშაობის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება. რეგიონებში სამუშაოების დაწყებამდე კი შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემუშავდეს. პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიონი დოლარია. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 1,774,823 ჰექტარს შეადგენს. საბოლოოდ რამოცულობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს ქვეყანას, როგორც ჩანს, კიდევ კარგ ახალს არ გვეცოდინება.